სულ რამოდენიმე საათი გვაშორებს ახალ 2026 წელთან და გოგონებს განსაკუთრებით მიგვართავ ამ შემთხვევაში, ალბათ ყველაზე მეტ დროს უთმობთ იმას ფიქრს, რა ჩაიცვათ ახალი წლის საღამოს, იმიტომ რომ ახალი წელი ყოველფერს სიახლესთან ასოცირდება და ჩვენც გვინდა ხოლმე რომ განსაკუთრებულად გამოვიყურებოდეთ. ამიტომ მე დღეს თქვენთვის და არა მხოლოდ თქვენთვის, ჩემთვისაც მოვედი რჩევების მისაღებად, ჩემს წლევანდელი წლის ფავორიტ ადგილას, ეს არის The Diary Concept House-ი, სადაც გავეცნობით ამ სივრცეს და ასევე მივიღებთ რჩევებს, თუ რომელი ფერები, ფორმები არის აქტუალური ახალ წელს და ახალ 2026 წელს, ასე რომ გამოვყევთ. გამარჯობა, როგორ ხართ? გამარჯობა. პირველ რიგში მადლობა, რომ დაგვითმეთ თქვენი სივრცე. რა ლამაზია. უკვე გითხარით, დღეს კიდევ უფრო ახლოს გაგაცნობთ The Diary Concept House, რომელიც სულ რამოდენიმე თვეა გაიხსნა, თუმცა უკვე უამრავ ღონისძიებას უმასპინძლა. ჩემთან ერთად არიან The Diary Concept House-ის დამფუძნებლები მაკო და ნანკა, რომელიც კიდევ უფრო ახლოს გაგვაცნობენ ამ სივრცეს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა რომ ამ გადატვირთულ პერიოდში დაგვითმეთ დრო. პირველ რიგში გავიცნოთ, გაგვაცანით ეს სივრცე და მაყურებელს კიდევ უფრო მეტი დეტალი უთხრათ მის შესახებ. რაც შეეხება სივრცეს, ეს არის მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც მოიცავს ბევრ რაღაცას, ერთ-ერთი არის ქართული, აქ წარმოდგენილია, როგორც ხედავთ, ქართული ბრენდების სამოსი. ამის გარდა აქ არის ფოტო და ვიდეო სტუდია, სადაც მოსულ ადამიანს შეუძლია იქირაოს ეს სტუდია და მოიყვანოს თავისი გადამღები ჯგუფი, ან თუ არა და ჩვენ გავწევთ ამ მომსახურეობას, რომელიც ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს დიდაერიჯიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენი ონლაინ პლატფორმაა და მისი სივრცე არის რეალურად ეს ადგილი. არის coworking სივრცე, არის ყავის წერტილი, ანუ კაფეში შეგიძლია ეს სივრცე გამოიყენო, მოხვიდე იმუშაო ამ სივრცეში და კიდე ყველაზე მთავარი, აი ზუსტად ჩვენი დაერიდან გამომდინარე, ეს სივრცე ხშირად ხდება ხოლმე დაერის ღონისძიებების მასპინძელი სხვადასხვა ბრენდებთან ერთად. ონლაინ პლატფორმა ახსენეთ თქვენ, რომელიც დიდი ხანია გაქვთ უკვე, რამდენი წელია, რომ არ შეგვიძლია დაგებოს. აი რატომ გახდა საჭიროება, რომ უკვე სივრცე გაგეხსნათ, სადაც უმასპინძლებდით მომხმარებელსაც და ბრენდებსაც? ხშირად ჩვენს ოფისში იკრიბებოდა ძალიან საინტერესო ადამიანები, მწერლები, მსახიობები, ინფლუენსერები, ბიზნესის წარმომადგენლები და მივხვდით, რომ ისეთი სივრცე გვჭირდება, სადაც ეს ხალხი ერთმანეთს შეხვდებოდა განსხვავებულ გარემოში. და შესაბამისად მაგიტომაც შეიქმნა ეს სივრცე და თან ჩვენ გვაქვს ესეთი კონცეფცია მათ შორის, რომ წლები რო გავა, მე ისაუბრებენ, რომ The Diary Concept House-ში იკრიბებოდა ისეთი ხალხი, რომელიც საქართველოს კულტურას ქმნიდა. ისეთ ადგილას მდებარეობს თქვენი კონცეპტ ჰაუსი, რომ ალბათ ძალიან ბევრი ტურისტიც დადის ხოლმე თქვენთან. აი როგორ შეაფასებდნენ ისინი, თქვათ, ქართულ დიზაინერებს, ძალიან მოთხოვნადი არის, როგორც ვიცით, უკვე დიდი ხანია, ხო? კი ბატონო. ძალიან ბევრი ყავდა, სხვათა შორის ფრანგები, ამერიკელებიც ყავდნენ, ინგლისელები და მოსწონთ ქართული ნაწარმი. ალბათ სოფლიოშიც უკვე გვიცნობენ, როგორც კარგი დიზაინერების ქვეყანა, ხო, არაერთი ისეთი ხმაურიანი სახელი არის საქართველოდან. მოდის წავყვა დიზაინერი დემნაც ყოლაფრათქის და დავით კომახიძე, გიორგი ხებურია, ხო, იმათ გაიტანეს საქართველოს სახელი უკვე დიდი ხანია. და იციან, რომ ქართული ნაწარმი კარგია და შესაბამისად დიდი სიხარულით მიაქვს და ჩვენც არ უშვებთ ხოლმე საჩუქრების გარეშე უცხოელებს, როგორც ვხედავთ, თან ევროპელებს, თან ამერიკელებს, ქართული ვინი ყოველთვის ვასაჩუქრებთ, სხვანაირად არ უშვებთ, რომ ჩვენი ქვეყნიდან წაიღონ რაღაცა კულტურა, რაც ჩვენი ნაწილია და რითაც გვიცნობენ. მე მინდა რომ წარმატებები გისურვოთ, კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ მიმასპინძლეთ და ახლა კიდევ რისთვისაც მე დღეს თქვენთან მოვედი, პირველ რიგში ის კაბა, რომელიც მე საახალწლო გადაცემაში მაცვია და რომლის ანონსის შემდეგაც დიდი გამოხმაურება მოყვა, თქვენგან მაქვს. თქვენს სივრცეში მოვირგე და ძალიან მომეწონა და გარდა ამისა მინდა რომ თქვენი თვალით და დიზაინერთან ერთად მოვირგოთ უკვე მომავალი წლის ტენდენციები, ფერებზე ვისაუბროთ და მინდა რომ ერთი-ორი ლუკით შემირჩიოთ საახალწლოდ და მაყურებელსაც ინსპირაცია მივცეთ, ვისაც ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, როგორ შეხვდება ახალ წელს.
შემოგვიერთდა დიზაინერის მაკი, რომლის კოლექციაც წარმოდგენილი არის აქ და რომელსაც კიდევ უფრო ახლოს გავიცნობთ, თუმცა თან განვიხილოთ 2026 წლის ტენდენციები, ფერები, ფორმები, ფერებზე ყველაზე დიდი კამათი არის ხოლმე ამ დროს. აი რომელი ფერები იქნება აქტუალური უკვე 2026 წელს. ესე გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მადლობა დაიარის, იმიტომ რომ ძალიან სუპერ გუნდია და ძალიან მიხარია ამათთან თანამშრომლობ. ეხლა რაც შეეხება ტენდენციებს. 2026 წელს ისევ გრძელდება, რა თქმა უნდა, არის აქტუალური შვინდისფერი, ბორდო, ყავისფერი, აი შოკოლადისფერი, გემრიელი შოკოლადისფერი, მათის აღმძვრელი ფერი რო არის ეგ. ასე ისევ აქტუალურია მწვანე ფერი, ანუ მოკლედ რაც იყო აქამდე, ისევ გრძელდება. შემოდის ახლა ცეცხლოვანი ცხენის წელი, ჩემი წელია, ძალიან მიხარია, ველოდებოდი ამდენი ხანი და მოკლედ რა თქმა უნდა ის ჟღალი, ცეცხლისფერი წითლითაც რო გამოვეწყოთ იქნებოდა ძალიან კარგი. ნუ იმედი მაქვს რომ ამას გავითვალისწინებ და ჩავიცვალთ ისე რომ მოეწონოს ჩვენს საყვარელ ლამაზ ცხენის წელს. კი ბატონო, ფორმებზეც მინდა რომ ვისაუბროთ. ბოლო წლების განმავლობაში არის ტენდენცია, რომ ეს ოვერსაიზი ტანსაცმელი მაინც რჩება მოდური, ასე ვთქვათ, ხო, ეს დიდი მხრები, განსაკუთრებით პიჯაკები და ასე შემდეგ. აი 2026-ში როგორი ტენდენცია გვაქვს ამ 2026-ში ფაქტობრივად იგივეა, ანუ ეს რა ქვია, არ ვიზღუდებით არაფერში, გვეცვია თავისუფლად, რა თქმა უნდა, ისევ რჩება მოდაში ვინტაჟური რაღაცეები, დეტალები, იმიტომ რომ ეგ ძალიან მიხარია ძალიან. ხო, ანუ ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ისევ რა თქმა უნდა, რაც უფრო თავისუფლად ხარ და ანუ აღარ არის, რა ქვია, როგორ ვთქვათ, შევიწროებული აზროვნება აღარ გვაქვს ამ კუთხით, ანუ აღარ არის აუცილებელი რომ კორსეტი ხო ანუ კორსეტი ჩაიცვა და არის სუნთქვა, რაც უფრო თავისუფლად იქნება, რაც უფრო აი ამ ფერებს გავითვალისწინებ და ამ ფერებით შევიმოსებით, რა თქმა უნდა, უფრო კომფორტული იქნება და ფაქტობრივად შეზღუდვები არ არსებობს და არ გვაქვს. თქვენს ბრენდზეც მინდა რომ მოვუყვეთ ჩვენს მაყურებელს, რამდენი ხანია რაც არსებობს და რას ქმნით ქართველი და არა მხოლოდ ქართველი მომხმარებლისთვის. ესე იგი, SMAC-ი არსებობს, მე ესე ვიტყოდი დაბადებიდან, აგერ 35 წლის გავხდი და 35 წელი არსებობს, იმიტომ როგორც კი დავიბადე, მაგ დროიდანვე მინდოდა და სულ სურდა რომ დიზაინერი გამხდარიყავი. და ნუ რეალურად ანუ საქმე სერიოზულად მოვკიდე ხელი დაახლოებით 7 წელი, დაახლოებით ეგრე იქნება. მანამდე სულ მქონდა მუშაობა, სულ, მაგრამ ისე სერიოზულად დიდად არ აღვიქვამდი, იმიტომ რომ რაღაცა უფრო სხვა რაღაცებზე ვიყავი ორიენტირებული და 7 წელია რაც ესე ვარ, რაც აქტიურად მუშაობ, მოღვაწეობ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ SMAC-ი ჩემი ბრენდია. დღეს მინდა რომ ორი ლუკი ამირჩიო. ერთი ისეთი, როდესაც თქვათ გავდივართ, სად მოვხვდებით ახალ წელს გარეთ მეგობრებთან ერთად და მეორე ისეთი, როდესაც სახლში რჩება ადამიანი და მხოლოდ სახლში სურს რომ აღნიშნოს ოჯახის წევრებთან. და თქვათ ნაკლებად ესეთი გამოსასვლელი ლუკი. ეს ორი ლუკი მინდა რომ ავარჩიო ახლა შენთან ერთად, მოვირგო და ინსპირაციაც მივცეთ ჩვენს აუცილებლად მითითება უნდა მივცეთ და მოკლედ შევეცდებით რომ დაგეხმარო და შევარჩიო ძალიან საინტერესო. და ნახოთ რა არის წარმოდგენილი დედაერი კონცეპტ ჰაუსში ქართველი დიზაინერების ნამუშევრები. კი ბატონო. მოდი ჯერ ავარჩიოთ უფრო ისეთი casual ოკეი, ძალიან კარგი. სახლში შევხვდებოდით ახალ წელს. დიახ, ესე იგი რა შეგვიძლია შემოგთავაზოთ, ანუ ჩემი კოლექციიდან ალბათ ესეც საინტერესო, მაგრამ მოდი იყოს პირდაპირ ეს ცეცხლი. ეს ნუ ეს ნაცრისფერია. არ არის შავი, ნაცრისფერია და ცეცხლოვანი ზუსტად ისეთი ფერია, რა ფერთან შემოდის ცხენი ჩვენს სახელს. ამიტომ ისაც უნდა სადაც შეხვდეს და თან ეს ტენდენციებიც გაითვალისწინოს. კი ბატონო. ნამდვილად არაჩვეულებრივი არჩევანია. დიახ, ეს ერთი. ასევე შეგვიძლია ნუ რამე სისადავეში რო გავიყოთ ეს მაისური ესე წითელია თეთრთან, ნუ მოკლედ წითელი შტრიხები. კი, აუცილებელია ეგ. ბატონო, ერთი ეს შეგვიძლია და აქეთ რომ გადმოვიდეთ, W-ს კოსტიუმი შეგვიძლია ვნახოთ. ნუ ეს იმ შემთხვევაში, როდესაც სადმე გასვლა გვიწევს რომელიღაც წვეულებაზე და იქ აღნიშნავთ ახალ წელს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო და ისეთი და იმ პასტელურ ფერებში ხდება, რომელიც რეკომენდაციებიც გვაქვს. ასევე არ შემიძლია რომ არ ვახსენო ეს არაჩვეულებრივი კაბები და ვაჩვენო ჩვენს მაყურებელს. ეს გახლავთ მარიამ ტარტარაშვილის წელს ძალიან ესეთი აქტუალური კაბა და სხვათა შორის ფერის შესაბამისი, რომელიც მე საახალწლო გადაცემაში მიცვია, არის მარიამ ტარტარაშვილის ძალიან კარგი კოლექციიდან ვერცხლისფერი არაჩვეულებრივი. მოდი ახლა განახოთ. თავის ფეხსაცმელებით, აქსესუარებით აუცილებლად და ვაჩვენოთ შემდეგ უკვე ჩვენს მაყურებელს. კი ბატონო.
გოგონებო, კიდევ ერთხელ მადლობა რომ იყავით ჩემი მასპინძლები, ვინც ჯერ კიდევ არ იცნობდა დედაერი კონცერტ ჰაუსს, კიდევ უფრო ახლოდან გაიცნო, დარწმუნებული ვარ და არაჩვეულებრივი რჩევებიც მოისმინე ჩვენგან, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი დღეს საღამოს როგორ შეიმოსება და როგორ შეხვდება ახალ 2026 წელს. მინდა რომ თქვენც მიულოცოთ ჩვენს მაყურებელს ახალი წელი. მინდა მიულოცოს სრულიად საქართველოს და ქართველების ახალი წელი. როგორც ამბობენ, საოცარი წელი გველის წინ, ყველა ნიშნისთვის. და მინდა რომ ყოველ ქართველს უსურვო, რომ მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია და გამფრინდეს საქართველო. წარმატებას უსურვებ ჩვენ ქვეყანას, წინსვლას უსურვებ და ყველას ვულოცავ, ვინც გვიყურებს. გილოცავთ ახალ წელს, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა და დანარჩენ ყველაფერი იქნება.